ეს არის კაკლების ტერიტორია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხედი, გადმოყურებს ეს ეზო, მთელ თბილისს ღამე საინტერესოა, იმიტომ რომ განათებული კიდე საოცარია, უზარმაზარი სივრცე იხსნება და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროექტირებისთვის, იმიტომ რომ ეს მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად უნდა გამეთვალისწინებულა ყველა ოთახიდან ეს ხედი დამენახო. თავარია კიდე სახლში შესვლა, აი ეს პარადული შესვლა ამ პროექტში არის ძალიან საინტერესო. უკან არის ეზო და როდესაც შედიხარ ხდები ანტრესოლიან დიდ სივრცეში და შენს პირდაპირ გახსნილია მეორე სივრცე. ეზოს გულისხმობ და შიგნით იწყება საცურაო აუზი. ძალიან საინტერესო გამოვიდა იქიდან გამომდინარე რომ შედიხარ სახლში და უკვე ამ დახურულ სივრცეში კიდე მეორე დახურულ სივრცეს ხედავ და იმაში კიდე აუზს ხედავ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მასალები იგივე ლამინამისა და ხის ჩანართები გამოვიყენეთ, დიდი ტერასები, რომელიც ამ სახლს ძალიან ალამაზებს. ყოველთვის ჩემთვის მნიშვნელოვანია გარემო და გარემო კარნახობს, როგორი არქიტექტურა უნდა გაკეთდეს. აქ დაემთხვა ჩვენი აზრები, რომ მინიმალისტური შენობა უნდა თანამედროვე არქიტექტურა და ამან კიდე მომცა საშუალება, რომ უფრო თამამად მემოქმედა. მე ვფიქრობ, აი ამ ორი სივრცის, ესე იგი, რომ შიგნით თავარ და ვიყურები გარეთ და აი ამ უზარმაზარ სივრცეს და ხედავ და როცა შევდივარ სახლში და მიხსნება შიდა ეზო. აი ეს ორი სინთეზი ერთად ძალიან მნიშვნელოვანია და ორივე გამოგვივიდა და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საინტერესო სახლია თბილისში.